მესამე შვიდეულის პარასკევს განსაცდელების მოთმენისა და მარხვის შესახებ. ძმანო და მამანო, გუშინ შფოთმა მოგვიცვა და დღეს სიწყნარემ. გუშინ ანდერძის წერამ, დღეს კი სიმშვიდემ. კურთხეული აღმერთი, რომელმაც განსაცდელი გაფანტა და ჩვენ გაგვაძლიერა. განსაცდელთა და საშიშროებათა მოლოდინში შეურყევლად დავდგეთ. ეს არის ქრისტიანის ჭეშმარიტი ნიშანი. ეს არის ნამდვილ მონაზონთა საქმე, რათა სათნოებათა გამო გასაჭირისათვის ყოველთვის მზად იყოთ და რათა ღმერთის მცნებებზე უფრო საპატიოდ არაფერი მიიჩნიოთ. რომელნიც მოვიდნენ, თქვეს ის რაც თქვეს და წავიდნენ. იმაზე მეტად არ შევუშინებივართ, რამდენადაც თავად შეერცხნენ. ხოლო თქვენ ამის სანაცვლოდ უფალმა სრული საზღაური მოგაგოთ, რადგან მის გამო დევნა აირჩიეთ, რომელიც მდიდარი არის მოწყალებით და სიკეთის მსურველებს მონდომებისათვის აჯილდოვებს, მაგრამ განსაცდელი სრულად არ გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს. დაბრძანებები ყველა მიმართულებით იგზავნება მეფეთა მიერ, რათა მწვალებლებთან ზიარების გარეშე არავინ დარჩეს, რის გამოც მოციქულის სიტყვაა საჭირო. სიბრძნით იქცეოდით გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრთიდით რამე თუ დღენი ბოროტნი არიან. სიტყვანი თქვენი ყოვლადვე მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებული იყავ, რაითა უწყოდით თუ ვითარ გიღირს თითოეულისა მიგებად. ამით გვასწავლის, რომ უმზადებლად და გაუფრთხილებლად არ ჩავიგდოთ თავი განსაცდელში, მაგრამ არც დავდუმდეთ, როგორც ამბობს, უკვე თუ დაიდუმოთ არასწნავს ესე სულსა ჩემსა. ამის შესახებ საკმარისია ჩემი საუბარი აქამდე. ახლა კი მარხვა მიმდინარეობს და შეგვეფერება, რათა თითოეული გულმოდგინებისა და მონდომების შესაბამისად თანმიმდევრულად უფრო მეტად ვცდილობდეთ, არა მწუხარებით და ჭირით, არამე თუ ხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა. მართალია საძმოს კანონი არ უშვებს თითოეული თავის ნებაზე მოქმედებდეს, მაგრამ მორჩილთა შორის საერთო საზღაური არის საკუთარი ნების მოკვეთა. მარხვა ძალიან სასარგებლოა, რადგან ვნებებს მწყემსავს და სულს ხორცს ამორჩილებინებს. ტირილი კარგია, რადგან გულს განბანს, განწმენს და ღმერთის წინაშე წარადგენს. ლოცვა კარგია, რადგან გონებას ფრთებს ასხამს და ღმერთთან მოსაუბრეს ხდის. სიყვარული კარგია, რადგან მოყვასის სარგებლის გამო საკუთარ თავს უგულებელყოფს. გულმოდგინება კარგია, რადგან შრომას ამსუბუქებს და სულს განაახლებს, თითქოს და მოხუც ახალგაზრდასავით აჯანს აღებდეს. ამიერიდან ლოცვისას მხიარული და გულმოდგინები გავხდეთ. შრომის ჯამს მონდომებით მივუდგეთ. სიმშვიდის დროს ძლიერ გავისარჯოთ. საუბრისას კეთილგონივრულად დავდუმდეთ და ტკბილად ვისაუბროთ. მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი მოხდენილად და წესის მიხედვით გაკეთდეს, როგორც ნაბრძანები გვაქვს ყოველგვარი შფოთვისა და ამბოხის გარეშე. ასევე მუხთადრეკის რაოდენობა ჩვეულებრისამებრ აღსრულდეს. ფსალმუნება თითოეულის ძალის შესაბამისად შესრულდეს. სხვა ყველა წესის დაცვასთან ერთად. და მშვიდობის ღმერთმა მიგვაახლოს ქრისტეს აღდგომის საუფლო დღეს და ურყევით სათა სასუფეველის ღირსნი გავხადოს, სადაც არ არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და სიხარული სულიწმინდის მიერ, რომელიც მდიდრად მიგვღია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც ჩვენის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.